უმაღლეს ძალაუფლებას ბორის გოდუნოვის როლში მიაღწია, თუმცა ბედნიერი არ ვარ რომ მღეროდა. არადა ექსპერტთა გათვლით იავნანას ფონდიდან 6 მილიონი ფუფუნებაზე დახარჯა. ჩანს არ იყო და როცა ძალაუფლებას რეალურ დროში დაპირდნენ, ქუჩის სცენაზე წავიდა. 4 ოქტომბრის ეროვნული კრების დეკლარაცია. აი ამ წუთიდან როგორ ჩვენ ხმას მივცემთ, ხელისუფლება გვეკუთვნის ჩვენ. ოქტომბრის დეკლარაციაც ბორის გოდუნოვს ესესხა, რომელმაც 5 საუკუნის წინ ხალხს თვალში ნაცარი შეაყარა და ბოგანო აზნაური ტახტზე დასვეს. იგივე პარტიტურა გამოიყენა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზეც. ჩვენ გვეუბნებოდნენ რომ აიგერ ჩვენ ქართველი ხალხის წარმომადგენლები ჩვენ ვართ, ფაქტობრივად ისინი აი ამ გზის შემოთავაზებით ჩვენ გვეუბნებოდნენ რომ ჩვენ უნდა დავბრუნდეთ შუა საუკუნეების რუსეთში. შეიკრიბებოდა ხალხი საღამოობით და ისეთ საკითხებს წყვეტდნენ, რომელიც მნიშვნელოვანი იყო ამ სამთავროებისთვის, მაგრამ წყვეტდნენ რითიც, იმით კი არა, რომ უმრავლესობა და უმცირესობა ასე თქვა, ვინ უფრო ხმამაღლა იყვირებდა. ეხლა რადგან სამივე საკითხი ჩვენ მივიღეთ, ვისია საქართველო? ვისია საქართველო? კიდევ ერთხელ, ვისია საქართველო? თეატრალური სატირა გამოუვიდა, მაგრამ პატრონებმა ჩანს არ დაუშალეს, რადგან მას ისედაც მეორე ხარისხოვანი სატყუარას როლი ჰქონდა, ხალხის ქუჩაში გასაყვანად. გადატრიალების მთავარ ხასს კი არასაოპერო დასი უზრუნველყოფდა. შეტაკება თავპირისპირად ვარ შეიძლება მედიკერა, ან მედიკელში რომ დიდი ტერიტორია ავიღოთ და დაგნარი მაქსიმალურად. მე უკვე აი ვინ მოკვდება ჩვენიანი პოლიციელები ვიდეა რა აი და რეგიონი. უნდა გორთო. ხო, ეხა 4-ზე ხო დაიწყეს ხალხის შეკრებას. კი, 4-ზე მზადვიჩნეთ. სააკაშვილის მინისტრი, რომელიც ხალხის მასობრივი წამების გამო ციხეში იჯდა, მედიაში გავრცელებულ ამ საუბარს უარყოფს, თუმცა საბოლოო დასკვნა გამოძიებაზეა. კრაარება, ეს სატელეფონო საუბარი ელემენტარულად გამოხატავს იმას, რაც ვიხილეთ. აქედან გამომდინარე, მე მაგ საფუძველი ვიფიქრო, რომ რეალურია ეს, რაც ილაპარაკეს. ფაქტია, რომ ეს ჩანაწერი რომც არ ყოფილიყო, ზუსტად ამ ჩანაწერის მიხედვით ვითარდებოდა სცენარი. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტები არის გაჟღერებული ამ ჩანაწერში, როგორ ელოდებიან გარედან დაფინანსებას, როგორ ელოდებიან სხვადასხვა უცხო ქვეყნებიდან დახმარებას და როგორ არაინტერესებს ბარიკადების რომელ მხარეს მოკვდება ვინმე და პირიქით ამას რომ ელოდებიან და ამისკენ რომ მიისწრაფვიან. ეს არის ყველაზე ამაღრძენი, რაც ჩვენ ამ ჩანაწერში მოვისმინეთ. ჩემი ხმაც აგერ ისმის, იქაც იყო ეს ხმა და აშკარად ეგ სხვადასხვა ხმებია. ზუსტად იმ სამყაროს ხმებია, რაც ნაცმოძრაობის პერიოდში ისმოდა. ის სამყარო კი დღეს ნაცგენერლების სახლებშია და ბაჩო ახალაია მხოლოდ ერთი მათგანია. ახალაიას ნაწილიც ჯერ გარკვეული არ არის, მე მაგ ინფორმაცია რომ შეხვედრები ახალაიას სახლში ტარდებოდა ამასთან დაკავშირებით და ეს წუხილი ისმოდა ნაციონალური მოძრაობის ლიდერის მხრიდანაც კი. ანუ უთყვარ ინფორმაციას ავსწრებთ. აბსოლუტურად უთყვარ, მე რაც მესმოდა იქ შიგნით და ის რჩევაც მესმოდა, იმას ვახცე. შიგნით ირჩეოდა ეს ამბავი. ნაცმოძრაობაში დაპირისპირება იყო ბაჩო ახალაიას სახლში შეხვედრებთან დაკავშირებით. ეკეთ მოდი ხა ქართული ოცნების აღარ ვიტყვი დანარჩენს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ეხა გამახსენდა უფრო მნიშვნელოვანი კომუნიკაცია. მიშასთანაც იყო ამ თემაზე კომუნიკაცია. სისხლი იქნება ჩათვალე მაგ პროცესს ვეღარაფერიდან გააჩენს. ესით იქნება. აი უმართავი შენი ჩემი всё რაგნებ აღარ იქნება. აი მასა ჩქოლო ყოიციო ეცემა დაათრიანებს. შენ რო გინდოდეს იქ შეგნინანო დააჩერო, შეცრებან დააჩერო. ვიცი. მომეხელე. ბატონო ბადა, თქვენ გადადით პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ბადა ბურჭულაძე გადადის თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში. ზუსტად ისე, როგორც სატელეფონო საუბრისას ითქვა და საჯარო გამოსვლებშიც მიანიშნებდნენ. მოვდივართ საომრად. ომრად მე დროშით ხელში, ჩვენ ვიცავ ჩვენ დროშას, რატო არა აქ ეს იქნება
დროშების მშვიდობიანი რევოლუცია. ომზე ზოგი ქარაგმით მიანიშნებდა, ზოგიც ღიად, რევოლუციის სცენარში თავიანთი როლის შესაბამისად. ფაქტია, რომ ჩვენ ვთქვით, რომ ეს არის რევოლუცია, რევოლუცია მოითხოვს ბრძოლას. ბრძოლისთვის მზათა ვართ, აქამდე ვერცერთი ლიდერი ვერ ბედავდა, რომ ეთქვა სიტყვა რევოლუცია, აქამდე ვერცერთი ლიდერი ვერ ბედავდა, რომ შევიდეთ სამთავრობო შენობაში, ეს დღეს ითქვა. ეს დღეს გაიბედა და ხალხი დღეს აქ მოვიდა რევოლუციისთვის. პატებურჭილაძე საჭირო იყო იმისათვის, რომ საზოგადოებისათვის თაეგონებინა, რომ თითქოს და ეს არის სამშვიდობო პროცესი და იგი როგორც ხელოვანი ხარს არ უჭერს არანაირ ზალადობას, რომ ის უკნიდან გამოხდა უცებ ზოდელავა, ზუსტად პირდაპირ მნიშვნელობით და შეტევისაკენ მოუწოდა შეკრებილ საზოგადოებას და მამაკაცური ძალის ორგანიზების იმედი ჰქონდა. მამაკაცური ძალა მხოლოდ ვიკრიბებით იქ და ჩვენ ვიწყებთ მოძრაობას, რათა ქართველმა ხალხმა დაიწყოს საკუთარი სახელმწიფო ცენტრების დაბრუნება. ჩვენ შევიკრიბებით ეხლა და ჩავიბარეთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს. მამაკაცურმა ძალამ მოქმედება კი დაიწყო და ღობეებიც დაამტვრია. თუმცა იქვე ჩაცხრა, რადგან იარაღი გზაში სუსმა დააკავა და აღარც სასახლე გატყდა შიგნიდან, რაზეც მილიონები იყო გამოყოფილი. ხაბეიშვილი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს საჯაროდ ჰპირდებოდა $200,000 ქრთამის სახით გადახდას, თუ ძალოვანი სისტემის წარმომადგენლები ანტისახელისუფლებო აქციებზე საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე უარს იტყოდნენ. გედედეს თანამშრომელი პოლიციის მაღალჩინოსანი, ვინც გადმოვა ხალხის მხარეს 4 ოქტომბერს დიახ ჯილდოს სახით მიიღებს $200,000. სახელმწიფოს ღალატში ქრთამის შეთავაზებისთვის ნაცების ლიდერი ციხეშია და ვერც ვერავინ მოისყიდა. თუმცა ხალხს არწმუნებდნენ, საქმე მოგვარებულია. 4 ოქტომბერს პოლიცია ჩვენი იქნებაო. ლევანის დაკავებით მათ კიდე დიდი შეცდომა დაუშვეს, იმიტომ მან ეს გვიანი იყო და ლევანმა უკვე დააჭერა ხალხი. იქედანვე გამოვიდა ინფორმაცია, რომ სადგებიან რომ პოზიციას იკავებიან საათს. სულ არის 5,100 კაცი. იქედან მერწმუნეთ მე, აი ვინც მართლა დაგეშილი ყავთ ისეთი, რომ აი მივიდე გააგეთე 500 კაცია. ანუ 10 სპეცრაზმელიდან ხაბეიშვილს 9 რევოლუციაში ჩაუბამს და ხალხო გამოდით ყველა კარი თავისით გაიღებაო. ფაქტია, რომ იმედი რომ იქნებოდა გარკვეული მხარდაჭერა, რომ ხალხი გაცილებით მეტი მოვიდოდა და აი ამ ბევრი ხალხის ფონზე გაუჭირდებოდა სახელმწიფო სტრუქტურას ემართა ეს სიტუაცია. იგივე მიზანი ჰქონდა სცენაზე მღვდელმსახურთა აყვანასაც. ძალიან ვეცადეთ და როგორც იქნა 4 გამოიძებნაო. არც დაუმალავთ. ჩვენი სულიერი მამაოები, ჩვენი სულიერი მამები, ჩვენთან ერთად არიან. როგორ გვინდოდა, როგორ გწუროდა ეს შეგვეცდოდა, მე მინდა მადლობა გადაუხადო მათ. ჩემი სახელი, ყველა სახელი, რომ დღეს ჩვენი ეკლესია არის ჩვენთან ერთად. ანუ ტყუილად გონია ხალხს, რომ უღმერთოები ვართო. არადა ღვთისმსახურთა გარემოცვაში პირველივე განკარგულებით ბურჭულაძემ იქვე 6 თავი მოითხოვა. როგორც პირველი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ 6 ოცნების წევრ ადამიანზე. ვინ არიან მთავარი ბოროტმოქმედები ჩვენ ქვეყანაში, რომ აქამდე მოგიყვანეს და მოვიწყოთ მათი სასტრაფოდ დატყვევება და მიყვანა საპრობილეში. ეს ჩვენ ვიწყებთ 4-ში, 4-შივე ვამთავრებთ. არავით არის გრძელვადიანი, 4-ში მორჩება ყველაფერი. ვინ ვართ ეს ჩვენ, ბატონო პანა? დასახელებული იქნებიან ადამიანები, ვინც აი გაუძღვება დაუშვათ ახალი არჩევნებისთვის მზადებას, გავიგებთ ამ ადამიანების ვინაობას? ჩვენ ჯერ ეს ჩავატაროთ. მივცეთ ისე, პირველი საკითხი, რაზეც იქნება გითხარით. მეორეს და მესამეს ნუ მთხოვთ ეხლა. ზედმეტი კითხვის დასმა ნაცმედიას აკრძალული ჰქონდა. სრული ორი თვე ისე აძახებინეს მშვიდობიანი რევოლუცია მოდისო, რომ დროშის ქნევით გადატრიალება როგორ ხდებაო არ უკითხავთ. ეს იქნება აუცილებლად 4 ოქტომბერს ყველას ხელში ეჭირება საქართველოს დროშა და იქნება ძალიან ლამაზი მშვიდობიანი რევოლუცია.
სადაც იქნებიან პატარა ბავშვებიც კი. დანარჩენი მედია კითხვებს კი სვამდა, მაგრამ პასუხი ბურჭულაძეს არ ჰქონდა. ამიტომ მერე ვიტყვიო იძახდა. სახელდაგვარები იმ ხალხის, ვინც გვაქვს ჩვენ წარმოდგენილი, ვინც გვინდა შევთავაზოთ ხალხს. და ეს ყველაფერი ხდება მინისტრ კაბინეტის შეთავაზება? რა თქმა უნდა, ხალხმა უნდა იცოდეს ვინ არიან და გამოცხადდება ყველაფერი. თუმცა რევოლუცია დაწყებამდე ჩავარდა. ილუზორული 500.000-ის ნაცვლად რუსთაველზე 100-ჯერ ნაკლები გამოცხადდა. თანაც ბევრი ისეთი რევოლუციონერზე მეტად სხვა სახელი რომ შეესაბამებოდა. შეიძლება კარგად არის მოდა ხმა, მაგრამ ახლა არის ტექნიკა. ახლა ეს როდეს კაცი განკარგულება და ვინ შეასრულე. ხა განკარგულებებს შეასრულე. ახლა გვიდა რომ ვისრაოთ რაღაცა და გადადია კიდე. ხო შეგროვდება 4-ში უამრავი ხალხი, ჩაატარებს კრებას და ხმის აწევით გადააყენებს ამ ხელისუფლებას. კრების თავმჯდომარე ვინ იქნება? ბაატა ბურჭულაძე. და ეხლა წარმოიდგინეთ 9 მილიონი ადამიანი რომ მოვა რუსთაველზე. 9 მილიონი მაინც გინდათ ყველა ხო არ არის, მთელი საქართველო არ არის, გინდათ 9 მილიონი. მთელი საქართველო ეხლა ერთი ადამიანი 4-ზე მრავლდება საერთოდ. ამბობენ რომ 80,000 იყო, 15-ს არ გასცდენია, ეს ყველამ კარგად იცის და 15-იც ძალიან ოპტიმისტურია, 15,000. ჩვენთვის ყველა საქართველოს მოქალაქეა. გინდ 15 იყოს, გინდ 5 და გინდ 1,000. მაგრამ აქ არის მზაკრობის დონე ხაზგასასმელი. მზაკრობა კი ის იყო, რომ ვითომ მშვიდობიანი სცენარით ქუჩაში გასულ ხალხს სამხედრო გადატრიალებისთვის გამოიყენებდნენ. შემდეგ კი ქვეყნის მართვის პულს Deep State-ს მიართმევდნენ. ეს იყო ამაზრზენი ღალატი საკუთარი ხალხის და საკუთარი ქვეყნის წინაშე. ისინი ასრულებენ იმ გლობალური აქტორების მითითებებს, რომლებსაც სურთ საქართველოში მარიონეტული მთავრობის მოსვლა ხელისუფლებაში, რათა შემდგომში მათი ნებისმიერი დავალება შეასრულონ. ახალ მითითებას ნუ მოусვენთ ხალხში გავრცელებულ ნურავით არ თვითნებურ ხმას და ელოდეთ მხოლოდ მითითებას ამ ადგილიდან მთავარი მიკროფონიდან. ახალი მითითება მორი გიერიშზე კი მას შემდეგ უნდა მოსულიყო, რაც პრეზიდენტის სასახლეს აიღებდნენ, მაგრამ მთავარი მიკროფონი დუმდა და ხალხიც დაიშალა. პარლამენტში შემოჭრით რაღაცა პარლამენტის ფუნქციონირება შეფერხდებოდა, კანცელარიაში შევარდით პრემიერ-მინისტრი ვეღარ შეძლებდა უფლებამოსილების განხორციელებას, ან პრეზიდენტის სასახლის აღებდით იქ სალომე ზურაბიშვილის დასვამდე ვადაგასულ პრეზიდენტს და ისიც ყოდა რომ მე ვარ ახლა პრეზიდენტი, უკვე სისხლისღრის მომენტით შემოსულიყო, რომ არეულობა, ქაოსი, დესტაბილიზაცია დაწყებულიყო. ჩვენ ვართ ახლა სტრატეგიულ ადგილზე. აქეთ არის გაღმართი, იქეთ არის პოვი. იქეთ ჩასვა არ შეიძლება. იქ დაგვეთ შენ დააწყო. შენ რომ ვიყოთ საკიდე, ის დააწყო და ვიყოთ ეს. საკაუნება არის. საქართველოს გავმართ. ჯოს! რას ერჩევდნენ მუნიციპალურ კერძო ქონებას, რატო ანგრევენ, რატო წვავენ იმ გაშენებულ და გალამაზებულ ქუჩებს, რომელიც ამდენი ხნის მანძილზე ვაშენეთ და გავალამაზეთ ჩვენი დედაქალაქი. ხო, აი ამ ყველაფერს ხაზი გადაუსვეთ. დააზიანეს მაგალითად კერძო მესაკუთრეების და კერძო ობიექტები, რომლებსაც წლების განმავლობაში ის ადამიანები თავიანთი წვალობით და თავიანთი, ასე ვთქვათ, შრომით მიაღწიეს. რა თქმა უნდა, ერთი ის, რომ არავის არ აქვს უფლება სხვისი საკუთრების ხელყოფის, გარდა ამისა, ის მეთოდი, რითაც ისინი აკეთებდნენ და რისთვისაც აკეთებდნენ, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ აქ მშვიდობიანი არც ერთი ქმედება არ იყო.
ხალხი ლამის სახლებში გამოწვეს. ზურაბიშვილი კი იქვე იდგა ჩემოდნით და სასახლეში დაბრუნებას ელოდა. როცა არ გამოუვიდა, აღშფოთდა. ეს არის რუსული სცენარი, რამე თუ ამ ქვეყანაში თუ რამეს დაშლა უნდა ხელისუფლებას, რეჟიმს, ეს არის სწორედ მშვიდობიანი პროტესტი. სასახლეში შესაღწევად ბურჭულაძე უფრო შორს წავიდა. ღობეზე გადაძვრა, თუმცა გადაძვრა თუ არა მიხვდა, საავადმყოფოში წასვლის დრო იყო. არც სასახლე იყო ღია და არც სალომე შეეგება კარში ნაცბოევიკებთან ერთად. აი ცოტა ხნის წინ მიიღეს გადაწყვეტილება კლინიკაში გადაყვანის შესახებ. ახლა სასტრაფოს მანქანისკენ მიყავთ ის და როგორც ჩანს სასტრაფო მანქანით გადაიყვანენ უკვე კლინიკაში. ფინალი დონ კარლოსის გამოვიდა. ყველა მოღალატა და განუდგა. თავს ისევ უბედურად გრძნობს. ფული და ბედნიერება არც Deep State-ის დაკრულზე თამაშმა მოუტანა. ის დარწმუნებული იყო იმაში, რასაც აღღერებდა კიდევაც საჯაროდ, რომ GDD-ს თანამშრომლები და მაღალჩინოსნები, სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსნები გადმოვიდოდნენ ხალხის მხარეს. ეს რა თქმა უნდა არ მოხდა. ვერავინ ვერ ჩავთვლით, რომ აი ეს იყო გეგმის ნაწილი, ან გეგმა ბიარ იყო, ან რაღაც განვითარება არ უნდა ქონოდა ამ ყველაფერს. ვერავინ ვერ დავიჯერებთ, ხო? ანუ ეს იყო ღალატი. თეგონათ რომ ათონელის სასახლე იყო ცარიელი, თუმცა ტახტა ციობრისი გამოვიდნენ სპეცრაზმელები და როგორც კი ნახეს რომ ეს დამხობა ჩავარდა, მაშინვე სამარცხვინოდ გაემიჯდნენ ბურჭულაძეს, ოდელოვას და სხვებს. ნუ ბატა ბურჭულაძე უბრალოდ რაღაცა ეს ანტურაჟია, რაღაც მოდელირებული ქრონიკის რაღაც გარკვეული ნაწილია. არც ევროპა აინტერესებს, არც აზია და არც რუსეთი. უფრო მეტად შეიძლება რუსეთი, სადაც მღეროდა თანამდებობის პირიც იყო და მათ შორის საკმაოდ ლოიალური დამოკიდებულება ჰქონდა, თუნდაც პუტინის მიმართ, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ოკუპაცია მოახდინა ქვეყნებით. ეს 2018 წელია. რუსეთთან ომის მე-10 წლისთავი. ბურჭულაძეს თავისი პარტია აქვს, სახელმწიფო ხალხისთვის. რუსეთს გმობს და ნაცმოძრაობასაც ემიჯნება. თუმცა ერთს ფულზე უმღერს, მეორეს კი ოცნების დამხობაზე ურიგდება. არადა მანამდე ნაცების წინააღმდეგ ფულს ივანიშვილს თხოვდა. ეხვეწებოდა ბიძინა ივანიშვილის რამოდენიმე მილიონს, რათა იგი ჩართულიყო ხელისუფლების მხარეს რაღაც აქტივობებში და რომ ვერ მიიღო დაუპირისპირდა ხელისუფლებას, ანუ იმის თქმა მინდა რომ პრინციპი არ გააჩნია რაიმე საკითხთან მიმართებაში. პრინციპი ერთია და ურყევი. ფულს ვინც იხდის, სიმღერასაც ის უკეთავს. ულებრივად კაცმა გააკეთა ფინანსური ორგანიზაცია და აი ამ ხალხს, რომელსაც თავი ძალიან ჭკვიანი ეგონა, ძალიან ბევრ ხალხს ფული დაახარჯა, რომელსაც არც დაუბრუნა უკან. საკმაოდ დიდი ფულები დაკარგეს იქ ხალხმა და თან მე რო გამოვედი და ვთქვი რომ ფული მოგთხოვათ? ну, პირადად შემდგ, მაგრამ ეს ესო ადგილები აქო 50000-ები ყივსო და ეს ხალხი იხდიდა იქ ვიღაცები ამ ფულებს. ვინ რამდენი გადაიხადა 4 ოქტომბრის ავანტურაში, გამოძიების გასაკვირია. ისევე როგორც რა იგეგმებოდა ასაფეთქებელი მასალითა და იარაღით, რომელიც სუსმა აქციის წინა დღეებში დააკავა და სოროსის ერთ-ერთი ყოფილი დირექტორი, თბილისის უნივერსიტეტის პროფესორი გაწმილებული დატოვა. ყოფილიყო სისხლი, ყოფილიყო გასროლა, აი მაშინ შეგვეძლო გვეთქვა იმის შესახებ, რომ ეს 4 ოქტომბერი იქნებოდა გადამწყვეტი მნიშვნელობის. ეს 4 ოქტომბერი იყო უბრალოდ ეს ჩემი პირადი მოსაზრება გახლავთ, არარაციონალურად დაგეგმილი. არარაციონალურად დაგეგმილი სულაც არ იყო. უბრალოდ ქვეყანა უსაფრთხოების სისტემა მიხსნა. სუსმა ჯერ ასაფეთქებელი მასალები, შემდეგ კი იარაღი დააკავა და ძმათა მკვლელი ტერორისტული აქტი აღკვეთა. აღმოჩენილია დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები დეტონატორით. მოხერხდა იმ პირთა წრის განეიტრალება, რომლებსაც სავარაუდოდ აღნიშნული საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები თბილისის ცენტრში უნდა გადმოეტანათ. ერთ-ერთი დაკავებულის მობილურში ვიდეოც აღმოჩნდა, სადაც ის გარეთ ამკვეთებს ანგარიშს აბარებს. არაფერზე არ ინერვიულონ, გადაეცილმო. ყველაფერი იქნა თავის ადგილზე. უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის
ქართველი წარმომადგენლის მითითებით, რაც დასტურდება არაერთი მტკიცებულებით, საქართველოს მოქალაქე ბჭ-მ შეიძინა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი საშუალებები. პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად დივერსიული აქტები უნდა განხორციელებულიყო. და მაშინ, როგორც ყოფილი სოროსელი პროფესორი იტყოდა, 4 ოქტომბერი გადამწყვეტი მნიშვნელობის გახდებოდა, ისე როგორც ანონსდებოდა, მაგრამ არ გამოუვიდა. მანამდე იყო შემთხვევა, როდესაც დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება გამოავლინა სახელმწიფო საფრთხების სამსახურმა, ახლა ეს იარაღის მარაგი, აშკარაა, რომ მიდიოდა პროცესები, რომლებიც უკავშირდებოდა არეულობის გეგმის რეალიზებას ჩვენს ქვეყანაში. უკრაინული მაიდანი საქართველოში Deep State-ს უკვე მეხუთედ ჩაუვარდა. 2008-ში იანუკოვიჩის დასამხობად უკრაინელი ფაშისტები, როგორც ბაზარში, ისე ევაჭრებოდნენ ევროპელ დიპლომატებს. რამდენი კაცის მოკლა სჭირდებოდა რევოლუციას. 100 კაცზე შეჯერდნენ და ასე მოაწყეს მაიდნის გადატრიალება. სნაიპერები იქ საქართველომ, პოლონეთმა და ლიტვამ გაგზავნეს, რაც უკვე დადასტურებულია. სააკაშვილს პირადად არ გადაუბირებივარ ამ სამუშაოსთვის. ეს მისმა კაცმა, მამულაშვილმა გააკეთა. თუმცა ამ ყველაფრის უკან სააკაშვილი დგას. ანუ ეს თქვენ ჩაცხრილეთ ხალხი მაიდანზე. კი, ასე შეიძლება ითქვას. ასე გამოვიდა. დაიწყეს მომიტინგეთა მიმართულებით სროლა. ბევრი დაშავდა, იყო მსხვერპლი და ამ მსხვერპლს მოყვა საზოგადოების დიდი ნაწილის ჩართულობა. შემდეგ უკვე გამოვლინდა, რომ თორმე სააკაშვილიც ჩართულია ამაში. მას შემდეგ, რაც უკრაინას დაეპატრონა, მაიდნის ეს სცენარი Deep State-მა კიდევ არაერთ ქვეყანაში გაიმეორა და ზოგან პირველივე ცდაზე, ზოგან მეორეზე წარმატებით დაამხო ხელისუფლება. საქართველო ერთადერთია, სადაც 5-ჯერ მოუწია ცდა და არც ერთხელ გამოუვიდა. ეს ყველაფერი ერთი ხელით იმართება და სრულ კოორდინაციაშია, იმიტომ რომ მიდგომები არის ერთი და იგივე, ასე ვთქვათ, სახელმძღვანელო პრინციპები არის ერთი და იგივე, უბრალოდ საკითხი იმაში დგას, რომელ ქვეყანაში როგორ გამოვიდით. მეტნაკლები წარმატებით, ამა თუ იმ რაღაცა გარკვეულ შედეგებს აღწევს სხვა ქვეყნებში. საბედნიეროდ საქართველო ის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მათ სრული კრახი განიცადა. და ეს მაშინ, როცა საქართველოში Deep State-ის ჩინოსნები უშუალოდ ჩაებნენ გადატრიალების პროცესში. ევროპელი პარლამენტარები თუ მინისტრები თავიანთ სოცგვერდებზე პირადად აგულიანებდნენ და ქართული ოცნების დამხობისკენ მოუწოდებდნენ ხალხს. რასა იუკნევიჩიენ ლიტველი ევროპარლამენტარი. დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქცია იმართება ევროპული საქართველოსთვის. მაია სანდუ მოლდოვას პრეზიდენტი. მე ფიქრებით ქართულ ხალხთან ვარ, რომელიც თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის იბრძვის. დემოკრატიას ვერ გააჩუმებ. მოლდოვა თქვენს გვერდითაა. ნატალი ლუაზო, ფრანგი ევროპარლამენტარი. ქართულ ხალხს ხელში ამოვიდა, რომ ართმევენ აწმყოსა და მომავალს. მე მის გვერდით ვარ. მარკო მიჰკელსონი, ესტონეთის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე. ქართველი ხალხი არასდროს დანებდება. გაუმარჯოს თავისუფალ ევროპულ საქართველოს. არჩევნები პრორუსი ივანიშვილისთვის გამოცდა შეძლებს თუ არა ქვეყნის მართვის შენარჩუნებას. 60-ზე მეტი პოლიტიკური ლიდერი ციხეში ზის. იურგენ ნაუდიტი, გერმანელი პოლიტიკოსი. ეს რევოლუციის ნაპერწკალია. საქართველოს ცხელდება და თუ მასები მტკიცედ იდგებიან, ქართული ოცნების მმართველობა დასრულდება. ამ ინტერნეტ ბაბლის ორკესტრირება რომ ბრიუსელიდან ხდებოდა, ევროკომისიის პრეს-სპიკერის პასკვილმაც დაადასტურა. ანიტა ჰიპერმა განაცხადა. არჩევნები მედიის, NGO-ებისა და ოპოზიციის ექსტენსიური დევნის ფონზე წარიმართა. საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის დამკვირვებლები არ მიიწვია, რამაც პროცესი გაუმჭვირვალე გახადა. საქართველოს მთავრობა ქვეყანას ევროპულ გზას უხერგავს. ამ ძალადობრივ აქციას ხარი დაუჭირა ევროკომისიის პრეს-სპიკერმა. 23 სექტემბერს 10 დღით ადრე არჩევნებამდე. ყოველ დღე მე პირადად, როგორც კი მქონდა შესაძლებლობა მედიასთან კომუნიკაციით და მათ შორის Facebook პოსტებითაც, ყოველ დღე ვახსენებდი, რომ ეს იყო მხარდაჭერა ძალადობის და წაქეზება ძალადობის და ვკითხულობდი აპირებს თუ არა ევროკავშირი გაემიჯნოს ან განმარტოს ეს განცხადება. იყო სრული სიჩუმე. გადატრიალების ჩავარდნის შემდეგაც ევროკომისიის ხაზი მისი უფროსის ურსულა ფონ დერ ლაიენის პარტიამ გააგრძელა. მშვიდობიანი აქციის დაშლის გამო მთავრობა უნდა დასანქცირდესო.
იმ ფონზე, როდესაც ნაციონალურმა მოძრაობამ და სხვა რადიკალურმა ოპოზიციურმა ძალებმა ქართული ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების დამხობა სცადეს და არაერთ პოლიციელს უმძიმესი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რომელთაგან ორი სიკვდილს ღმერთის წყალობით გადაურჩა. ევროპის სახალხო პარტია არა მოძალადეებისა და ქართული დემოკრატიის სტრების, არამედ ბიზინა ივანიშვილის და მმართველი გუნდის სხვა ლიდერების სანქცირებას იღებს. წარმოუდგენელია ის ვანდალიზმი შეაფასო მშვიდობიანად და ის ვანდალიზმი ვერ დაინახო, რაც ჩვენ 4 ოქტომბერს ვიხილეთ. ძალიან სამწუხაროა, რომ მათი ეს განცხადებები, გარდა იმისა, რომ არის შიდა პოლიტიკაში ჩარევა, ის ასევე ემსახურება პოლარიზაციის კიდევ უფრო მეტ გაღვივებას. ევრობიუროკრატია არის ავადმთლიანად თავიდან ბოლომდე იმ თავისი სულელური რეზოლუციებით, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოშვების მოწოდებებით, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოწოდებებით. რატომ უნდა ველოდოთ რაღაცა ცალკე აღებულ სეგმენტში, რომ ევრობიუროკრატია უცებ გახდებოდა ობიექტური და რა დაავადება ჭირს ევრობიუროკრატიას, რომ ასე არაადეკვატურად იქცევა. პასუხი პანიკური შეტევაა. Deep State, რომელიც რუსეთს, ასევე ჩინეთს სასიკვდილო საფრთხედ მიიჩნევს პანიკაშია. რუსეთთან ომი უკრაინაში წააგო და ახლა მიმდებარე ფრონტის სასწრაფოდ გაძლიერება სჭირდება. ხოლო ქართული ოცნება, რომელიც სხვის ომში თავისი ქვეყნის გაწირვაზე უარს ამბობს, პრობლემაა. ასეთ პრობლემებს კი Deep State ერთი სქემით აგვარებს. საქართველო როგორც არა ქვეყანა, არამედ როგორც ფრონტის ხაზი, რომელიც უნდა განვითარდეს იმ პირობებში, როდესაც რუსული აგრესია ევროპისკენ არის მიმართული. რუსული აგრესიის დივერსიფიცირება ვერ მოხდება იმ პირობებში, როდესაც ქართული ოცნების ხელისუფლებაა და ამიტომ მას უნდა დააბრალო პრორუსულობა და შეეცადო, რომ ჩამოაგდო ხელისუფლება, შეცვალო მარიონეტული ხელისუფლებით. ასე რომ არაფერი პირადული, მხოლოდ ბიზნესი. ყველაზე დიდი ბიზნესი კი ომია, რომელსაც თუ აგებ, ესე იგი ახალი ომია საჭირო. Statistically demonstrate that. მოგების მაჩვენებელს ახალი ომი ნორმატიულ დონეზე აბრუნებს, რადგან ამ დროს საწყისი კაპიტალის დაგროვება ხელახლა იწყება. შესაბამისად, ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ომს ეწინააღმდეგება, სამხედრო კომპლექსის შანტაჟის ქვეშ აქცევს. როგორც როზა ლუქსემბურგი ამბობდა, პროლეტარები ეცემიან, საფონდო ფასები იზრდება. შესაბამისად, თუ ქვეყანას მშვიდობა უნდა, დადგმული რევოლუციების მოსაგერიებლად მზად უნდა იყოს. ისე როგორც ეს ბოლო წლებია საქართველოს მსგავსად სერბეთს, სლოვაკეთს და უნგრეთს უწევთ. მხედავთ, რომ მშვიდობის პოლიტიკა, ვისაც აქვს არჩეული, ყველაზე უფრო დიდი შეტევებით და ყველაზე უფრო დიდი ზეწოლად Deep State-ისგან გვხვდება იმ ქვეყნებში. ეს არ ახალია და სამწუხაროა, რომ ეს ფაქტი და ეს, ასე ვთქვათ, ტრენდი გრძელდება როგორც საქართველოში, ასევე უნგრეთსა და სლოვაკეთში. მათ რიცხვს ჩეხეთიც ემატება, სადაც ამ დღეებში არჩევნები კონსერვატორებმა მოიგეს და ქვეყნის სუვერენიტეტის დაბრუნებას გეგმავენ. მიდის დისკუსია ვიშეგრადისა და სლავკოვის საკონსულტაციო პლატფორმების პოლიტიკურ ბლოკად გადაქცევაზე, რაც ჩეხეთს, უნგრეთს, სლოვაკეთს, ავსტრიასა და პოლონეთს ბრიუსელის გავლენისგან ჩამოაშორებს. საკმარისია ავსტრია შეუერთდეს იმ ბლოკს, რომელიც ჩვენ თვალწინ ყალიბდება და რომელშიც შედის ჩეხეთის ახალი ხელისუფლება, რომელშიც შედის სლოვაკეთის მყარი ხელისუფლება, რომელშიც შედის უნგრეთის მყარი ხელისუფლება და თუ ამ ყველაფერს შეუერთდება ავსტრიის კონსერვატიული ხელისუფლება, ეს იქნება ისეთი დარტყმა ევრობიუროკრატიის წინააღმდეგ და იმ ევროსაბჭოთა კავშირის დაშლის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა. მსგავსი ბლოკის საჭიროებას ექსპერტები სამხრეთ კავკასიაშიც ხედავენ, რაც მას Deep State-ის ჩარევასთან გამკლავებაში დაეხმარებოდა. თუმცა ეს რომ არ მოხდეს, დასავლეთი ქაოსსა და არეულობას აფინანსებს. ევროპისა და ამერიკის დაზვერვის სამსახურები ინტენსიურად ერევიან სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საქმეებში და ამ ძალიან მყიფე რეგიონში ქაოსის შექმნას ცდილობენ, რომ ხელში ჩაიგდონ ამ რეგიონზე კონტროლი და შედეგად ის რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ გამოიყენონ. ამ ძალისხმევის ნაწილია ზანგეზურის დერეფნის 100-წლიანი ლიზინგის იდეაც, რომელსაც ვაშინგტონის სამშვიდობო პროექტად ასაღებს. თუმცა რეალურად ეს რეგიონს ანაწევრებს. აზერბაიჯანს ირანს უპირისპირებს, სომხეთს კი რუსეთს.
Do you think even in Azerbaijan? როგორ ფიქრობთ, ეს Deep State-ის ძალისხმევის შედეგია, როდესაც აზერბაიჯანის მთავრობა უეცრად ირანის წინააღმდეგ აკეთებს განცხადებებს? Anything indigenous would start. რა თქმა უნდა, და ეს მაშინ, როცა ამ რეგიონის ინტერესი სამი ქვეყნის ერთად დგომა და გავლენიან მეზობლებთან მშვიდობის შენარჩუნება. ამ ორ მტრიალში საქართველოს მთავრობა ერთადერთია, რომელიც სწორ პოლიტიკას ახორციელებს და ქვეყნის სუვერენიტეტის გადარჩენას ცდილობს. ამ ფონზე ტრამპი ცალსახად ემიჯნება Deep States, ანგრევს ნეოლიბერალთა ინსტიტუტებს, USAID-ს, NGO სექტორსა თუ ცენტრალურ დაზვერვას, მაგრამ ექსპერტთა აზრით, ეს უფრო Deep State-ის რეორგანიზაციის პროცესია, ვიდრე მისი ლიკვიდაციის. For the transformation from neoliberal ჩვენ ნეოლიბერალური კაპიტალიზმის ციფრულ კაპიტალიზმზე გადასვლის პროცესს ვაკვირდებით. ტრამპის ადმინისტრაცია ციფრულ კომპანიებს აძლიერებს, რომ ჩინეთს აჯობოს და ილონ მასკიც ამიტომ უდგას გვერდით. მასკი ისევე იღებს დივიდენდს ომებით, როგორც სამხედრო კომპლექსი. უკრაინაში ომი მისი Starlink-ის მეშვეობით მიმდინარეობს და დიდი შემოსავალიც მოაქვს. He's not rallying against the deep state. ტრამპი ვერ წავა Deep State-ის წინააღმდეგ. Deep State-ი გაცილებით დიდია, ვიდრე დონალდ ტრამპი თეთრ სახლში. Deep State-ის მკაფიო ამოცანა რუსეთისა და ჩინეთის დამარცხება. ქვემოცანა კი რეგიონში თავისი დასაყრდენი ისრაელის გაძლიერება და ტრამპის ადმინისტრაცია საბოლოო ჯამში ამ ინტერესს მოემსახურება. ყველაფერი დანარჩენი გამოცხადებული ბრძოლა Deep State-თან და მკვეთრი განცხადებები გამოდის, რომ უბრალოდ ეფექტური PR-ის ნაწილია სახალხო მხარდაჭერის მისაღებად. მე როგორც ამერიკის უსაფრთხოების ხელმძღვანელი გეუბნებით, რომ Deep State-ი ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვიპირისპირდება და თუ ხალხი გვერდში არ დაგვიდგა, მთავრობა ამ ბრძოლაში დამარცხდება. საქართველო ამ პროცესში ლაკმუსის ქაღალდია. მისდამი დამოკიდებულება კი წყალგამყოფი ომსა და მშვიდობას, ბოროტსა და კეთილს შორის. ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს და ევროკავშირის კონკრეტულ ქვეყნებს არ გაუკეთებია განცხადება, რომლითაც დაგმობდა და გაემიჯნებოდა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების დამხობის ცდილობას და ძალადობრივ შტურმს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე. ძალადობისგან არ გამიჯნა და მათი არ დაგმობა იოლად განიმარტება, როგორც დამხობისა და ძალადობის ხარდაჭერის ირიბი, მაგრამ კაფიო გამოხატულება. და ეს არა მხოლოდ გარე აქტორებს ეხება, პირველ რიგში შიდა ორგანიზაციებს, ეგრეთ წოდებულ სამოქალაქო სექტორს, რომელიც Deep State-ის დაფინანსებაზეა და მის დასაყრდენს წარმოადგენს. აგენტურის საშუალებით ჩვენზე დიდმა გაცილებით განვითარებულმა ქვეყნებმა და ძალიან ბევრმა დაკარგა სუვერენიტეტი. მიახარებენ კატასტროფაში საკუთარი ხალხი, საკუთარი საზოგადოების ნაწილი. აი ეს გახლავთ სწორედ თანამედროვე დაპყრობის იარაღი. USAID თითქოს გააჩერეს, მაგრამ NGO-ების დაფინანსებაში მისი უმსხვილესი პარტნიორი ნედი ისევ აქტიურია. მის გვერდზე თუ შეხვალთ, მიმდინარე პროექტების ჩამონათვალს ისევ ნახავთ. უბრალოდ დაფინანსებული NGO-ების სახელებია გამქრალი. ამ პროექტებს შორისაა ნეპალში ახალგაზრდების გაძლიერებისა და კორუფციასთან ბრძოლის პროგრამები. და სწორედ ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა კორუფციასთან ბრძოლის სლოგანით მოაწყვეს იქ ამ დღეებში გადატრიალება. ნეპალის მთავრობის კორუფციას კავშირის ამსახველ მასალებს კი CPJ ავრცელებდა, რომელსაც სოროსის ფონდი აფინანსებს. ასე რომ შემთხვევითი სულაც არ იყო, რომ თბილისში მშვიდობიანი გადატრიალების ლაიტმოტივად ნეპალის რევოლუცია სახელდებოდა, რასაც 48 საათი დასჭირდა და იქაც აჯანყებულებმა ქალაქი ცეცხლის ალში გახვიეს. პოლიციის ნაწილი მოსყიდული ჰყავდათ და წინააღმდეგობა არ დაახვედრა. შედეგად მთავრობას ქვეყნიდან გაქცევა მოუწია და იმავეს იმედი ჰქონდა ბურჭულაძესაც. ოთხში იცის რომ უკვე აღარაფერი აღარ გამოვა და უნდა გაიქცეს ქვეყნიდან. კემაიც გადართონ რაღაც სხვა ტელევიზორში და შეხედონ ნეპალში რა ხდება. უნდათ რომ ესე მოხდეს, ღმერთმა დაიპაროს. ჩვენ გვინდოდა მშვიდობიანად წყნარად გავკეთებინა ეს ყველაფერი. ესეც ამავე თემაზე სააკაშვილის პოსტი ციხიდან. ჯერ კიდევ 19 სექტემბერს წერდა, რომ ნეპალი საქართველოშიც მოხდებოდა. მე როგორც ნეპალელი შვილის მამა ვაგრძელებ ამ ქვეყნის მოვლენებისთვის თვალყურის დევნებას. ოღონდაც საქართველოში არანაირ პოსტრევოლუციურ არეულობას ადგილი არ ექნება.
არანაირ არეულობას არ ექნება ადგილი, რადგან საქართველო ნეპალი არ არის, სადაც მოსახლეობის დიდმა ნაწილმა წერა-კითხვა არ იცის. საქართველოში შავს და თეთრს არჩევენ. უბრალოდ სოროსის დაფინანსებული ასობით პროგრამის შედეგად ახალგაზრდებს, რომელთაც ნაცმოძრაობის პერიოდი ნაკლებად ახსოვთ, ტვინის ნაწილი გამოურეცხეს და ფსევდოდემოკრატიის დასაცავად დარაზმეს. Whenever you see a Soros protest. თუ კი სადმე მსოფლიოში სოროსის ფონდი რამეს აპროტესტებს, როგორც არადემოკრატიულს, ამის უკან ყოველთვის ბიზნეს ინტერესები დგას და პირველ რიგში BlackRock-ის, რომელიც Deep State-ის ფინანსური დასაყრდენია. BlackRock-ის ჩინოსნები ბაიდენის მრჩევლებად ინიშნებოდნენ და თეთრი სახლის სახელით აკეთებდნენ იმას, რაც BlackRock-ის ჯიბეს სჭირდებოდა. ყველაფერი, რასაც ყვებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში ერთ-ერთ კონფერენციაზე მაქვს მოსმენილი. თუ როგორ აფინანსებდნენ USAID და Soros-ი სახელმწიფო გადატრიალებებს საქართველოში, რათა სათავეში მარიონეტი მთავრობა დაესვათ და რუსეთთან მეორე ფრონტი გაეხსნათ. When Joe Biden made that famous დიახ და რაც ვერ გააკეთეს საქართველოში, გააკეთეს უკრაინაში. ბაიდენმა ამ დღეებში საგარეო კომიტეტის მოსმენაზე აღიარა, რომ პირადად იყო მაიდანის პერიოდში უკრაინაში ჩასული და USAID-ის საშუალებით $1 მილიარდი მისცა ოპოზიციას. საქართველოში კი ნაცოპოზიცია უკვე იმდენად იყო დისკრედიტებული, რომ აქცენტი NGO-ებსა და განსაკუთრებით ახალგაზრდებზე გაკეთდა. უშველებელი ფულით მოახერხეს გარკვეული საგანმანათლებლო სისტემის შექმნა, რომლითაც დაარწმუნეს საზოგადოების გარკვეული ნაწილი, ახალგაზრდები განსაკუთრებით, რომ ტერორიზმი არის სწორედ ის გზა, რისთვისაც რომელიც გამოიყენება დემოკრატიის დასამყარებლად. ეს ვიხილეთ ყველაფერი. და ვიხილეთ 4 ოქტომბერს უკვე ყველაფერი სააშკარაოზე გამოვიდა. და ესეც ჯანღონით სავსე ახალგაზრდები მოქმედებაში. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სწორედ ამ აგრესიული ჯგუფების უკან მდგარი ძალებისგან ნეიტრალებაა და ეს Deep State-ის მორი გავანტურამდეა მოსაგვარებელი. ქვეყანა უნდა შეხვდეს 2028 წლის არჩევნებს სწორედ გაჯანსაღებული ფორმით, ახალი პოლიტიკური სპექტრით. ეს არის მნიშვნელოვანი. უცხოელი აგენტები აღარ უნდა დარჩენ ქართულ პოლიტიკაში. არც ერთი უცხოელი აგენტი აღარ უნდა დარჩეს ქართულ პოლიტიკაში. ეს ყველაფერი იქნება თითოეული პარტიის მიმართ დასაბუთებული ჩვენს სარჩელში და შემდეგ დავალოდებით, რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. პროცესი დაწყებულია, მტკიცებულებების სახეზეა. 1000-ზე მოქმედების მიუხედავად გამჭვირვალების კანონი, როგორც აღმკვეთი ინსტრუმენტი მთავრობის ხელშია. შესაბამისად, ახლა ჯერი ხალხისა და მთავრობის ერთობლივ ქმედებაზეა.